მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქსაისუსა და ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ თუ როგორ გავაცალკერებ მორალურად დავანგრევ იუთუბერებს, მათ წავართმევ თავიანთ იუთუბ არხებს და როგორ ვიზავ ამას იხილავთ ვიდეოში. დღეს მე და ბიჭები მსახიობებთან ერთად ვეცდებით რომ იუთუბერებს წავართვათ თავიანთი YouTube არხები. როგორ ვიზავთ ამას? ეს არის იურიდიულად დამოწმებული საბუთი, სადაც წერია რომ კონკრეტული იუთუბერის არხი ხელმოწერის შემდეგ მისი არხი გადმოდის ჩვენს მფლობელობაში. აი მაგალითად, ეს არის იუთუბერი, მივდივარ და ვეუბნებით რომ ხელი მოგვიწერა. ხელმოწერის შემდეგ აქედან ქვემოთ ადევს ისე ფურცელი, რას ხელმოწერა გადააქვს აქ და მისი არხი გადმოდის ჩვენს მფლობელობაში უპრობლემოდ. და ეხლა ნახავთ იუთუბერების რეაქციას, როცა გაიგებენ რომ მათი არხები, რომელზეც ამდენი წელი იწვალეს, გადმოვა ჩვენს მფლობელობაში. ვნახავთ თუ როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ხელის მოწერა. კოდკეი. დიახ. აუ, მაინე. ერთ თხოვნად რა, მოკლედ ჩემი ერთ მაყურებელი შენი ძალიან დიდი ხნის გულშემატკივარია და გამარჯობა ბატონო იაკობი. შეგზეხე რომ მოწერო რა. კი როგორ არის? ჩემი სტილი არის ამერიკაში, არის ძალიან თქვენი ფანი და ძლე ფოტოგრაფია. მოგროსი და მოაწეროს აი ოპა, მაინე რა ხოსი. დიდი მადლობა. ბატონო იაკობი, რაც მინდა რომ გითხრა. გამარჯობა. რა გახია? რა იცი? რაც თქონა მინდოდა. ჩემ მეგობართან იქ დავდე პროსტა ის ჩემი ხალხო მოკლედ რო იცოდეთ ძალიან რთულია რა აი ფრენკის გადაღება. ხან ხმა არის ცუდი, ხან თვითონ კადრი არის ცუდი, ანყარებს და ასე შემდეგ. მაქსიმალურად შევეცადეთ რომ სუბტიტრებით მაინც გადმოვცეთ, რასაც საუბრობენ სხვები. ხმა არის ამერიკაში. აი შენი გამოგდარი ფანია. ხო და დაბადების დღე აქვს და აუ მოიცე კალამი სადავ. მოიცა აი შენი ფოტოგრაფია. კი რა. ძალიან გავხარდა. პროსა მოაწერო თუ გამიგუშო. ხო რა. პროსა მოაწერო. ხო რა. აი კაკაკაკაკ ხო? კარგად, რო დაიტყოს ისე. მაინდა-მაინც კარგი ხელმოწერა. გამოგვადგება დოკუმენტებში, მოიცა? იმეილი ნახე? იმეილი. არ გინახავ? არც ვუკავარც არავინ. იმენა ჩოუპა ისეთი სახით ელაპარაკება, აი შანსი არაა რომ დაიჯერო რომ არხს გართმოს ისეთი კეთილი თვალებია. იმეილი დიდი ხანი ხდეთ. აი ნახე, არხის ყიდვაზე რომ ვწერთ. ხო და არ ნახეთ იმეილით, მაგრამ მაგათ ვერ ვქნა. მოკლედ კორკოტას თანამშრომელმა მითხრა რომ კორკოტა მოსულია. მოვედით, ეხლა შენ შეხვალ ნიკუშ, თანამშრომელმა იცის რომ უნდა გადავიღოთ ფრენკს რო ვიღებ. შეხვალ დაუძახებ კორკოტას მოგიყვანს თვითონაც შიგნიდან გადაიღებს. და ეგა. ხო წავედით, ხო ნახოთ რა მოხდება. გამარჯობა. კორკოტას ახვალები და. ხო დავუძახ. გამარჯობა. აუმარჯოს. თხოვნით მოვედი თქვენთან. აბა რა თხოვნთ? ჩემს მას თქვენი ხელმოსწერა ჭირდება. ძალიან უყვარხართ და გულშემატკივრებს და ამიტომ სადა კალამ? აქ. სკოლის მენე მე კალამს არ შეხებიო. არ არის პრობლემა. აი ძმაო. მადლობა დიდი. მოდის ხოლმე ჩვენთან ესე? კი, მოდის ხოლმე სტუმრობს. გამოწერილი აქვს ჩემი არხი? რა თქმა უნდა. შემოევლით ძმაო, აქ კოცნები გაუგზავნოთ. მადლობა დიდი. ის რა უნდა მეთქვა, მეილზე გეკონტაქტებოდით არხის გაყიდვასთან დაკავშირებით. დაუწესით მოვა რა, და მანაჯერიც ხმოვიდა. კი, დავინახე მანქანა. მოდის. სალამი რაბან. ბასტოს მოწე. კი. ისე რომ მოწევთ შეკიდა. ვისთვის მოწენ? ჩემი მეგობრისთვის ძმა არის პატარა რა ეს კაცი. ძალიან გავუხარდება შენი ხელმოწერა, შენი ფანია. და მადლობა ძალიან დიდი და აკას ახლა ვიწყებ ახალი YouTube დაწყება მინდა მე რა. მარტო თავიდან დაწყება ეს რა. და რაღაცა ნებეთ არ მინდა. თუმცა ესეთი რაღაც ჩარში გაყავი თავი. მაგათ ვერ ვქნა. ეხლა ამ თვეში.
ჩემი მაყურებელი შენ ძალიან დიდი გულშემატკივრია რა შემიშვილი არის თქვენ ძალიან დიდი გულშემატკივარი. სულ გიყურებთ და შეგიძლიათ ავტოგრაფი. ოღონდ კარგად ვერ ვაწერ ხელს. როგორც აი აქ, როგორც მოაწერ. მე რაღაცა უწევს გონი. სალამი ჰიტა. აქ რა ხდებოდა ეხა უყურეთ. ინტერვიუს ართმევდნენ ჰიტას და მაგროს ინტერვიუს ვინც იღებდა მაფიაში გვერდზე დაუდგა ჩვენი გადამღები. და ვითომ მაფიას ვიდეოს იღებს რა, იმიტომაც ესე ახლდან არის გადაღებული და მარტივად. შეიძლება ხო ხელი მომეწერო ჩემი ძმისთვის და ამერიკაში ცხოვრობდა შენ ძალიან ფანი არის. მოყვება საინტერესო ფაქტებიდან მოყოლებული და ძალიან დიდი დრო და სანდრო მომეწერო. შეიძლება შეგიძლიათ შემოძღვა ვაინც. შეგვიძლია ჯეფუჩის გამო. რავი, როგორც კი, აი მან და ფოტო გადაგო. როგორც რავი არა. ან ბავშვებიდეს თქვენი ხელმოწერა არის. მართლა. ხოდა ცუდი გეგმით მოვედი მართალია, ცუდი განზრახით მოვედი სამბეში და ეს შენ ხელმოწერა აი აქ რომ მომიწეროთ ხელი რა. არა აქ რომ მადლობა დიდი. გიკავშირდებოდით მე თქვენი არხის შეძენასთან დაკავშირებით. ლაშა, გამარჯობა ლაშა. მოკლედ აქ რა ხდებოდა ხალხო? ჩემი ბიჭები ძალიან კეთილები და საყვარლები არიან და ვერ იღებდნენ რა ისე როგორც საჭიროა ჩემი აზრით რა, ცოტა ემოციურად და რაღაც და მეთქი, მოდი ლაშას მე ჩავწერთ ხო რა, იმიტომ რომ მაინც ბიჭო რა ვიხდებოდნენ რა, რო ფრენკია და აზრი არ ქონდა საუბრ. მაგრამ როგორ ახარ ჩემი ძმა? ნახე რა ხდება ეხნები რა. ლაშ, ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ბავშვი ცხოვრობს ამერიკაში, სწავლობს ამერიკაში და ერთადერთი რაც უნდა, უბრალოდ ხელი რომ მოუწერო რა. ხო, რა თუნდა ამას ამდენი ლაპარაკიც, რა პრობლემა, აქ უნდა მოუწერო? ამან თან ვიდეოც უნდათ რა, მართლა ძალიან ჯიგარი ხალხია და ბატონო იაკი, რაც მინდა რომ გითხრათ, არც რამდენად მოგეწონებათ ეს ამბავი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია იმეილზე წერთ. რომელი იმეილს? ეს პირადი იმეილს. თქვენი არხის თაობაზე. მე ვარ ერაბი ვადაძე და წერთ თქვენი არხის ყიდვის თაობაზე წერთ. ძალიან დიდი ხანია. თქვენგან პასუხი არ მივიღეთ. აი მართლა რა, აი და იძულებული გავხდი ეს ფორმა გამეკეთებინა და მიმეღო ესეთი ზომა. რა ხდება? მე ვითომ არ ვიცი რა ხდება. ხელს ვერ ვკიდე, მაინც რა. რა ხდება? დიდი მადლობელი, პირობას გაძლევთ თქვენ არს თვალის ჩინით მოვხდეთ. კი ბატონო, კი ბატონო. ისე ხელის მოწერას ჯობდა რომ პაროლი და იმეილი ჩაგეშვა. მაგას ორიგინალური. მე ნენელა მივიღეთ. კი ბატონო. არ იქნება პრობლემა. არა რა საერთოდ. დიდი მადლობა, კარგად ზანებოდით. კარგად. ბავშვს მოგცეთ აუცილებლად. მე დავპირდი სამ TikTok editors 100 ლარი. მოკლედ ისეთი კარგი ედიტები იყო, რომ 300 ლარის მაგივრად მთლიანობაში 450 ლარი გადაუხადე ედიტორებს. ასე რომ სენსუს 2 მოთაგეთ და ველოდები თქვენს ედიტებს. ხო, დაანახეთ იმეილი ძმაო და სხვანაირად ვერ ვქენი. გადამეწერე მე. ხო რა ვიცი. ხო რა ვიცი რა, აუ ჩაუპა. ვერ დაიჯერებ ჩაუპა. ხო რა ვიცი რა, არ გავიგეთ რა. ჩვენი არხი ჩვენია უკვე. ხო რა ვიცი რა. სვაგზა არ დავიტოვეთ და რა. ჩაუპრებია აქ არხი, YouTube არხი, Facebook და ვაფშე ყველაფერი, ხო? ხო რა ვიცი. ხო, ოღონდ სოციალური ქსელი ყველა რა, ოშე. მარტო YouTube-ი არ. არა Facebook-ი არ მინდა. ჯგუფს დაგიტოვეთ რა. რა უნდა მეთქვა, მეილზე გეკონტაქტებოდით არხის გაყიდვასთან დაკავშირებით, YouTube არხის. და მოგეძერიათ ალბათ ძალიან დაკავებული ბრძანდებით და ასე ამ ხერხით მოგვიწია რომ თქვენი არხი ჩვენს მფლობელობაში რეგისტრირდება. ამ მფლობელობაში. აი თქვენი ხელმოწერა, ჩემი ხელმოწერა.
ეს რა? იურიდიულად დამოწმებული დოკუმენტი. რანაირად ბეჭედი არაა დარწმუნებული. თქვენი ხელმოწერა არის. მე რა? არის. რას ქვი ხა ანუ მე მაქვს თქვენი არქი ჩემი არქი. გადმოგვეცემა ჩვენ. რანაირად? პაროსვარეთ რანაირად გადმოგეცემა. წავიღებთ აი ამ დოკუმენტით თქვენი ხელმოწერა არის. აქ ჩემი ხელმოწერა არის, მე მერაბი ვარ. რამე წელს? 19 წელს. რა ქვია? მერა. აი საერთოდ ჩემი უვისთან დავრეკო. ჩემ ტელეფონს არა. შენ ხელი მოვაწერა თუ ხედავ რა ბანას არხის საკუთრების გადაცემის ოფიციალურ ხელშეკრულებას. ეს იგი ეს შენი არა რაზე მოვაწერე? ჩემო და ესე შეხედე. პასტომი მასაკი. არა მე გავაშარჟო ხო რა სულელებს. რა შუაში. ვინ არის? ვასკოზგან მოხვედი. არა ბატონო ვაფშე არც მიცნობს პოსტა მივწერე. ქიქოფს ემნახე რაღაც პოსტა მივწერე და იქ თემა იყო. არა მოგას გაფიც პასტო რა შუაში. აი საიდან იქე კაცე ხა. არავინ არის ეს ოდეში. ეს შენი არხი ახლა. უკვე არცი? არა ვიდან არაფერს არის მე საერთოდ. ეს შენი არხი უკვე ჩემს საკუთრებაში არის ძმა. აი რატო ხელი გამიჩუქო. ძალიან დიდი ხანია იმერზე ვწერთ. რაზე? თქვენი არქის თავმოყრას. ყიდვა გინდათ? არის ყიდება. არ კიდევა? არა 100.000 რომ ალბათ იმიტომ არ დავიმბრუნეთ პასუხი, ხო? არა არც მინდა ხო არ მოგიწერიეთ. არა, ძალიან ბევრჯერ მოვწერე და პასუხი არ მიმიღია. არის შესაბამისად მიმართე ასეთ ზონას. თქვენი არქი დღეიდან ჩვენს პროგრამაში გადავიდა. კი ბატონო გიუსავთ. ეს რა არის? არა ერთ წამს წავიდით. აი არა ეს არ არის კანონი. ეს არ არის კანონიერი. მაინც სადღაც რაღაცა ჯერა. გასწორდება. კი. მას მე გავასაჩურო თუ დაგჭირდები. კარგად ძალდება. კარგად იყავით. პაროლის აღდგენაში წარმოტების გის. შესაბამება იმას, რომ ეს შენი YouTube არხის საკუთრება გადაეცემა საოფიციალოდ ჩემ არხზე უკვე ის ხელმოწერა ჩემია, მე რა ვიშე გამარჯობა. სიამოვნოა. ბატონო დავით ალვეზე. ძალიან დიდი მადლობა. თუ მე გადაიკითხე, არ არის პრობლემა, რა ვიცი, განათებაზე. პერფორმანსის ნაწილს შემოხსნა რა? განათება არის ყველაფერი, გადაიკითხე, არ არის პრობლემა. ეს თქვენი ხელმოწერა და არა აქვს მნიშვნელობა უკვე YouTube არხი ჩემი არის. არ მაინტერესებს უკვე საიდან გამიგებ. ბეჭედი რო არ აქვს? ნოტარიუსზე დავმოწდება, არ არის პრობლემა, ჩემი ახლობელია, გავყავდო. პასუხი არ გაგიციათ და ამიტომ ამ მეთოდით მოვიწია, რომ ახლა ეს 10 მილიონად რო. რა დავები? იმით გასწრებით რომ გადამსაშრალებლად ეს მეორე რა არის? 3 წელი არის. მართლა? არა, ეგ ჩემთან რჩება. აქ ისეთ სამეზე მომაწერია, ხელი ახლა ამას ვერ დაგიტოვე. არა, უნდა დავჭოს ჩემს. აბა ჯიგარი ხარ? ლაშა ჩემი ძმა, მოდი ეს პეტრიშკა გაიკეთე. არა, არაფერს არ ვაზო, პროსტა ეს პეტრი. რაღაცას კითხავ ხარ რა? აბა გამოუშვი. ლაშ, რაზრის ხარ? რომ რამდენი სპონსორი ყავს? რა ვიცი, რამდენიმე, 3. 3 სპონსორი ყავს. ერთი 40.000-მდე თუ ადიხარ თვეში. ბიჭო, 140. 140. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ წამს შენ ხელი მოვაწერე. ზუსტად ვიცოდი. ანუ ეს ტყუილად ნახე მენტალისტური წინადგზნობა ტყუილად არ იმაშება რა. გისმეთ, აბა გისმეთ რა. შენ ამ წამს ხელი მოვაწერე იმაზე, რომ შენ YouTube არხის საკუთრების გადაცემის ოფიციალური ხელშეკრულება. ეს ოფიციალური ხელშეკრულებაა, რაც უკვე ჩვენია. შენთან თუ არის ჩემო ძმაო, მაგას ხელმოწერე რა შეჭirdება? გენაცვალოს შემითა. მოკლედ ძალიან ჭკვიანი YouTuber-ები ყავს რა. რა რო არ დაგეზარა მაგიტომ მევახსები შენ. სო, ჩემი ძმები ხარ, დავალაიქოთ, უთხარი დავალაიქოთ. დაალაიქეთ აუცილებლად გამოიწერეთ არხი ყველა ვარიანტში. ძალიან დიდი მადლობა, ჩემი ძმა ხარ, მადლობა რომ ესეთი ადეკვატური ხარ. მე ალბათ გავგიჟდებოდი და ჩემი 120.000 გამომწერი და ბიჭო მე 7500 ყავს და მაგიტო არ გავგიჟდი, თორე 8500 რო ყოფილიყო. ჩემი არხი გამოიწერეთ და 8500 გახარეთ. მე გავგიჟდები. ძალიან გთხოვთ ხალხო, გადავიდე და გამოვიწეროთ ცოდნის პორტალი, იმიტომ რომ ძალიან კარგ კონტენტს დებს, უიშვიათეს კონტენტს დებს ჩემი ძმა და მეგობარი. აუცილებლად რა, კეკელიას არხზე გადავდივართ და ვიწყებთ. მიგონია რომ ეგრე მარტივად გადმოვა, ეხლა ჩემი არქი შენთან. თქვენი ხელმოწერა ჩვენი. მე რა ხელმოწერეთ ეგრე მარტივად არ გადადის. დაურეკეთ. ეხლა ავიყვანე მე მონტაჟი არა და ირი ბატონო აზა ვიღაცა ბიჭი მოვიდა ხელი მომაწერე ეს გაგიჟებულია და შეშლილია გამანებით ძმაო თავი რა დაიჯერე ისე? მართლა. ბიჭო 70%-ით დავიჯერე ეხლა ავიყვანე მე მონტაჟე ვიდეო მე და ეხლა მეორე არხი მინდა რომ მოვხოდო რაღაცა კაი იუთუბერი მინდა რომ გავხდე და ძმა მოვიდა არხი ადავინფორმაო და გადარჩი ძმაო შენზე ჯანზე ვარ და გადარჩი ეს ვარი.
დაიჯერე რამე მაინც. ბიჭო, რავი, რატო არა? კი გამიკვირდა ჩემი ფოტო რო დავინახე რა ამაზე ხელ თან იმენა ამაზე, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მქონია რაღაცა მსგავსი შემთხვევები ცხოვრებაში და ახალი არ არის რა. საკაიფო იყო ეთოში. ხო, არა, რო არ მეგონა, კარგად ითამაშა მსახიობი. სოჩი კარგი, პარლო. არა ბიჭო, მე რო პრენკს გამიკეთებს ახლა ადამიანი. აქ ამიყო არყოს ვისი გაკეთებულია ეს ფრენკი და ვაუ, შეგარგოს. ბიჭო, პრენკები არის ჩემი მოგონილი თავის. გაჩი. მოდელში ვარ, როგორ ხარ? ასკი არ ამაფორმები, ეს არის. აქ ხელი მოვა. მართლა ვიჯო? აქ რაღაცა ხელი მოვა. აი, ძმობას გაფსპრა, აი, ხე მართლა, აი ჩემი ფრენკია. სათყოფილა ესეც. ხალხო, მოკლედ, გავფრენკეთ, დაიჯერე მაინც ოდნავ მაინც ძმობას გაფსებ. არქის სახეობა არ დამიჯერებია. არამდე მიჯერა, მაგრამ ეს მაგათი მუშავია. კაი, ფრენკი არის. დამოდაგერხე. არა, იმენა გიჟივით იყო. საიდან მოგიყვანეს ბიჭო? 2 საათი ელოდებოდა რომ დაგემთავრებინა ლაპარაკი. იცოდი ხო აქ რო ვიყავ. ხო, არა, არ ვიცოდი, პროსტო მოვედი და მოგაგენი სხვათა შორის TMG-ს მალე სიურპრიზი აქვს თქვენთვის ხალხო ძალიან დიდი. მოკლედ, როგორი იყო? ბიჭო, ასე თუ ისე თავიდან მეთქი რა ხდება, რა არქი გადავაფორმე, მეთქი. ანუ, არქის სახელი ნიკა TMG, ყველაფერი რო გადმოდის, მოიცემ. ვაფშე ყველაფერი ჩემია. შემოსავლის წყაროები ბრენდინგი. ეს ჩვენ გვჩება. აქ ბეჭედს დავარტყოთ და ეგა. ბეჭედი 3 ხო შეს. აქ მშვიდად რო იყო. კაროჩა, ეს უცებ შეიძლება ქუჩაში არქი გადაგაფორმებინო, მთლად იყავით, წაიკითხეთ. გავხევი ახლა. დააკვირდით რა საწერთხილს და სად. ჩემი ძმა ხა. ეს ჩემი იყოს ის. მართლა ხუმრობა გონია? არ მგონია ხუმრობა, ეგით ვიძახი რომ შენთან თუ ყოფილა, ანუ ეგეც კი არ დაგჭირდება და რა თქმა უნდა ხელი ჩავამართვი. შენზე კარგ ადამიანს ვის გადავაბარებ, მაგრამ ვიცი რომ შრომელი ბიჭი ხარ, კრეატიული ადამიანი ხარ და ვიცი რომ ჩემს კრეატიულად წაუძღვები წინ. არ იყო ეგ საჭირო ქსესუს. მართლა? არც ეს ფრენკები რაც მივხვდი რომ ფრენკი იყო და პირდაპირ მოსულიყავი გეთქვა ძმაო და გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო. მოკლედ აქ გადავწყვიტეთ გაგვეფრენკა ყველამ ერთად მოკლედ ესეთი იდეა მომაწოდეს მოდი გაფრენკე მსახიობებიო რა და უთხარი რომ ძალიან სუდად ითამაში და ფულს არ გაძლევთ მოკლედ ძალიან მერიდებოდა მაგრამ კონტენტია რა აქედანაც ბოდის გიხდით ძალიან კარგი მსახიობები ხართ არ ვიცი რა მოკლედ არც ერთმა არ დაიჯერა რა ჯერ ერთი რომ დავდე ის შოქემოთ იყო მიხვდა რომ რაღაც აქვს ხო ანუ ხო გითხარით ისე უნდა დაიჭიროთ რომ არ ნახოს და ძალიან ცუდი იყო რა ვარიანტი დადებდა ანუ არ გამოვიდა არაფერი რა, ანუ ვიდეო ჩათვალეთ, ჩაიშალა. თუ წავართ ისე. არ მინდა ნაწყენები. ნაწყენები. არა, ზმა, დადგმული არაფერი არ მინდა. ნუ იტოქში არ გამოვიდა, ბოდიშის მოხდით რა. მაპატიეთ, მართლა არც ფრენკავთ არაფერი რა. და რა, ტაქსის გამოგიძახებთ მაქსიმუმ. მაპატიეთ. ისე წინასწარ უნდა გეთქვათ. კი არ გამოვიდა, არ დაიჯერებდნენ. აი, მაგრამ არა. ბოდიშით. კაი, ხო. აი, ესე უნდა ითამაშო. ვიდი.